ვფიქრობ, რომ შენი ტოქსიკური ყოფილი საბოლოოდ დაგემშვიდობა და გაქრა? არა. მან უბრალოდ პროფილი შეიცვალა. ზუსტად ასე მოქმედებს რუსეთის გავლენის ოპერაციები. ისინი ხშირად შეუმჩნევლად, დაბნეულობის და ეჭვის გაჩენის გზით ცდილობენ დაგარწმუნონ სიმართლის არარსებობაში, რომ საბოლოოდ იფიქრო, აღარც ის ვიცი ვისმენდო და აღარც გარკვევა მინდაო. 2026 წლის იანვარში გამოქვეყნებულმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ქსელებმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებში პროპაგანდისტული ნარატივები დააპროგრამეს, რაც ყალბი ინფორმაციის სწრაფ და ვირუსულ გავრცელებას უწყობს ხელს. აღნიშნული სქემის მთავარი დასაყრდენი ხელოვნურად შექმნილი ვებგვერდებია, რომლებიც ერთ და იმავე ინფორმაციას კომპიუტერიზებული პრინციპით ავრცელებს. ეს წყაროები განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებისთვის, რომლებიც მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვებს ინტერნეტში არსებული მასალის ანალიზის საფუძველზე პასუხობს. პრინციპი მარტივია. თუ ათეულობით ინტერნეტ წყარო ერთი და იმავე ინფორმაციას იმეორებს, ხელოვნური ინტელექტი ამას ზოგად ჭეშმარიტებად აღიქვამს და პასუხებშიც ამ ფართოდ გავრცელებულ ნარატივებს იყენებს. მეგეთყვით ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებისთვის გამიზნულ სამ მთავარ ნარატივს. აშშ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიებს მართავს. ოფიციალურმა პირებმა დასავლური დახმარება მიითვისეს. ზელენსკის მხარდაჭერა მცირდება. ამგვარად რუსეთი ფაქტობრივად ინტერნეტ სივრცის მოწამვლით არის დაკავებული. ეს ვებგვერდები ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებისთვის ისეთივე სატყუ არაა, როგორც ჩიტების მასაზიდად მოჩვენებითი ხეებით გაშენებული ტყეები. ასე რომ შემდეგში, როდესაც შენი ჩატბოტი უცნაურად სპეციფიკური გახდება, 9 ჯერ გადაამოწმე სანამ დაუჯერებ.